საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნების კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება 2022 წელს უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით მოხდა. ამის შესახებ მან ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან ისაუბრა. მისი თქმით, ის ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის მოხდა ქართული ოცნების მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება. Question is always, is this something that we didn't see and we could have stopped earlier? ყოველთვის ისმის კითხვა, არის ეს ის, რაც ადრე ვერ შევამჩნიეთ და შეგვეძლო თუ არა, რომ თავიდანვე შეგვეჩერებინა. მე ვიტყოდი, რომ რეალური ცვლილება 2022 წელს მოხდა. ეს მოხდა უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და სანქციებს ხარი არ დაუჭირეს. ეს მოხდა ქართული ოცნების ლიდერის ბატონი ივანიშვილის მკაცრი გამოსვლებით, როდესაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში ადანაშაულებდა. ქართველი ხალხის თვალში მე ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ. ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენ და მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ. მეორე, მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას.